გამკაცრებული კანონმდებლობა თუ ხეტყის უკანონო ჭრა მხოლოდ ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებდა, ახალი რეგულაციებით კანონდამღვრევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის გამკაცრება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ფინანსური სანქციები ნაკლებად ეფექტიანი გამოდგა. ვაკო მეზურნიშვილის რეპორტაჟი. ხეტყის უკანონო ჭრის ფაქტზე კანონმდებლობა გამკაცრდა. თუ ცვლილებამდე შესაბამისი დოკუმენტის გარეშე ხეტყის მოპოვება და ტრანსპორტირება ჯარიმას ითვალისწინებდა, ახლა ასეთი ქმედება განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ დანაშაულად შეფასდება. კანონმდებლობის ცვლილების მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის ფაქტები, რომ ჯერ კიდევ სამწუხაროდ ქვეყანაში გვაქვს სამართალდარღვევის ფაქტები, რაც გულისხმობს უკანონო ხეტყის მოპოვებას და ასევე უკანონო ტრანსპორტირებას. ახლა უკვე გვაქვს ცვლილების შედეგად ისეთი სახის სანქცია, რომელიც ითვალისწინებს ისევ ფულად სანქციას პირველად შემთხვევაში 2000 ლარზე, რომელიც უცვლელი დარჩა და განმეორებითობის შემთხვევაში უკვე გვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ხეტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების პრევენციის მიზნით ტყის მონიტორინგი და კონტროლი გაძლიერდა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა სპეცტექნიკა. შეიძინა მაღალი გამოვლობის ავტომანქანები, დრონები და ფოტოხაფანგები. არაერთი საკანონმდებლო მოთხოვნა გამკაცრდა ხეტყის ჭრაზე, ტრანსპორტირებაზე და გადამუშავებაზე, რამაც უზრუნველყო შემაკავებელი ეფექტის შექმნა. გამორიცხულია ბუნებრივ რესურსთან უკანონო ჭრა ჩვენ გავუმკლავდეთ, თუ მოქალაქეები არ იქნებიან აქტიურად ჩართული ამ საქმეში და არ უზრუნველყოფენ დროულ შეტყობინებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა უწყებებმა 9 თვის მონაცემებით 1929 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. აქედან 1302 შემთხვევა ხეტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას უკავშირდებოდა. დაიხურა 60-მდე დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო. გამოწვევა არის ძირითადად, რა თქმა უნდა, ბრაკონიერობა, საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე გარემოს დაცვასთან მიმართებაში და შესაბამისად ამ კუთხით მუშაობს დაცულ ტერიტორიების სააგენტო, რომ ყოველწლიურად მოხდეს როგორც თანამშრომლების კადრების გადამზადება, შესაბამისად თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენა, განახლება და ტერიტორიაზე მუდმივად იყოს განთავსებული ფოტომახეები და ჩვენ შევძლოთ როგორც ბიომრავალფეროვნების კადრების აღბეჭდა და ასევე სამართალდარღვევების დაფიქსირება და შესაბამისად მასზე დროული რეაგირება. გამკაცრებული კანონმდებლობის მიზანი ტყეზე უკანონო ზეწოლის შემცირებაა.